სტანდარტიდან შეუძლია დარტყმის შესრულება. ნახოთ 4 კაცი ცოცხალ კედელში შალიკიანი დაბალი ჭკვიანური დარტყმა გავიდა. 1-0 ულამაზესად შესრულებული სტანდარტი და საქართველოს 19 წამდელთა ნაკრები გადის წინ. ყოჩა ძალიან ლამაზი ჯარიმა ქართული ფეხბურთისთვის და იმედია ყველა მატჩი გამოვა წარმატებული. ეს ეპიზოდი ვნახოთ 2-0. ორი სტანდარტი, ორი ფლანგიდან, ორივე ძალიან კარგად შესრულებული და ბენდელიანის გოლით საქართველოს ნაკრები უკვე ორ ბურთიანი სხვაობით იგებს. ჯარიმები ყოფილა ამ ნაკრების სტანდარტები მთავარი იარაღი. ამ გუნდების მეორე მატჩი შედგება ორშაბათს 14 საათზე. ისევ აქ მიხეილ მოსხი 2-ზე. პირველი შეხვედრა ჯერჯერობით ძალიან ისე დამაჯერებლად მიმდინარეობს, იმდენად დამაჯერებლად, რომ ჩვენი გუნდი უკვე სამბურთიანი უპირატესობით გადის. წინ და თავისი გოლი ნიკოლოზ ბარიხაშვილსაც გააქვს, რომელსაც ჰქონდა რამდენიმე მცდელობა. აქ უკვე ვეღარაფერს ვერ გახდა ახმუჯან სუნგატულინი მის წინააღმდეგ. საბა ჩხეტიანი და სამბურთიანი უპირატესობის აღდგენისთვის ემზადებით და აღდგა უპირატესობა. როგორ შეასრულა ჩხეტიანმა უძლიერესი დარტყმა, ყუმბარისებული დარტყმა 11 მეტრიდან გაუშვა. ესე მეტოქის კარში ძლიერად მარჯვენა მაღალ კუთხეში და ჩვენ ძალიან მალე გვეცოდინება რამდენი წუთი დაემატება ამ შეხვედრას და რამდენი დაგვრჩება თამაშის დასრულებამდე. კარგი მომენტია ამასობაში დარტყმა 5-2. მაინც როგორც ჩანს გამოგვივა ამ მატჩის სამბურთიანი სხვაობით მოგება და ხონხაძე მასულოცავენ რა თქმა უნდა თანაგუნდელები საგოლე პასი გამოუვიდა მეკარეს. რამდენიმე რთული ბურთის მოგერიებაც მოახერხა. სადაც გაგვთ შესაძლებლობა შეგიძლიათ ამ მატჩსაც დაესწროთ, ადევნოთ თვალი ასევე პირდაპირ რეპორტაჟს რომელიც იქნება ჩვენს ეთერში. აკი შეიძლება კიდევ ერთი გოლის გატანა დარტყმა 6-2. ბრავო! ბენეფისი ჩვენი ნაკრებისა. ცვლილებაზე გამოსულმა ფეხბურთელებმა უბრალოდ დახატეს შოთიკო დიაკონიძე მისი გოლიც ნახეთ და არ ვიცი გაილაღეს ბოლო წუთებში.